მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგეცნობთ. სტასოტევის ეთერში მუნიციპალიტეტის ორგანოთა წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობისთვის მოვიწვიეთ ყველა მთავარი პოლიტიკური ძალა. ჩვენ მივმართეთ წინასაარჩევნო დებატებში უფლებამოსილ პარტიებს და სხვა პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დებატებში მონაწილე პარტიის მსგავსი ან მასზე უკეთესი შედეგი აჩვენეს. ეს პარტიებია: ქართული ოცნება საარჩევნო ნომრით 41, გირჩი საარჩევნო ნომრით 36, ძლიერი საქართველო ლელომ საარჩევნო ნომრით 9 და გახარია საქართველოსთვის საარჩევნო ნომრით 25. დამატებით მივმართეთ კიდევ სხვა აქტიურ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ასევე მონაწილეობენ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში. ეს პარტიებია: მწვანეთა პარტია, თავისუფალი საქართველო, კონსერვატორები საქართველოსთვის, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, მამული ენა სარწყმუნოება, სახალხო ხელისუფლება, მემარცხენე ალიანსი, ქართველ ერთობა, ჩვენი გაერთიანებული საქართველო. წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობის შეთავაზებას გამოეხმაურნენ და შეთანხმება შედგა შემდეგ პარტიებთან: გირჩი და მწვანეთა პარტია, რომელთა დებატებსაც დღეს საღამოს ეთერში შემოგთავაზებთ. ასევე აღსანიშნავია, რომ შოუს ფორმატში წინასაარჩევნო პერიოდში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი პარტიების წარმომადგენლებმა: მამული ენა სარწყმუნოება, სახალხო ხელისუფლება, ჩვენი გაერთიანებული საქართველო. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-7 სამიტში, რომელიც ქალაქ კოპენჰაგენში ჩატარდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. მისი თქმით, სამიტზე პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ისაუბრებს ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს ევროპაშია და იმ დამოკიდებულებებზე, რომლებიც ევროპის ეკონომიკას აქვს. პრემიერ-მინისტრი შეუერთდება საფრანგეთის ინიციატივას ანტინარკოტიკული კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა არის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტი და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს, განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. ივანიშვილის მიერ გავრცელებული მიმართვა სხვა არაფერია თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირ აღიარება. ის რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს, ნიშნავს, რომ მას ნამდვილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა. ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, როდესაც რეჟიმი პრევენციულ თავის მართლებას იწყებს, ეს ამტკიცებს შიშს და იმას, რომ მისი რწმენა შეიღა. ეს შიში მხოლოდ მათი სისუსტის გამოხატულება კი არაა, ეს არის ჩვენი ქართველთა ერთიანობის ძალის მტკიცებულება. ივანიშვილი გრძნობს, რომ სწორედ ხალხის ერთიანობა აქცევს 4 ოქტომბერს გარდამტეხ დღედ. ეს დღე იქნება არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საქართველოს მომავლის არჩევანის დადასტურების დღე, რომ თავისუფლება არის ჩვენი არჩევანი და მას ვერავინ დაბლოკავს და მიიტაცებს. 4 ოქტომბერი ქართველთა გამარჯვების დღეა. ირწმუნე, მოდი გაიმარჯვე, განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილოთ თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონის მიერ მკაცრ პასუხს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული. მინდა ყველა გავაფრთხილოთ, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ყველას წინაშე. რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება ბევრი ადამიანი იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია მათ მიმართ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან. ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ. მე არ გაუკვირდეთ თუ კანონი მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს, განაცხადა ყობახიძემ. 1 ოქტომბერი თანამედროვე საქართველოსთვის ერთიანობის ღირსების, თეთრის შავზე და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებიდან 13 წელი გავიდა. ამის შესახებ ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ანათქვამი, რომლითაც ის 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვებას ეხმაურება. როგორც ის აღნიშნავს, 1 ოქტომბრის მთავარი შემოქმედი ქართველი ხალხია. 2012 წლის 1 ოქტომბერი კი სწორედ ამ იდეალებს დაეფუძნა და იმ ბრძოლის გარდაუვალ დასასრულად იქცა, რომელიც პირადად ქართულმა ოცნებამ და მისმა უდიდებულესობა ქართულმა ხალხმა 2011 წლიდან გარე ძალებს მორჩილ შიდა მტრებთან დაიწყეთ. გაუმარჯოს ერთიან ქართულ ხალხს, გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს, აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის განცხადებასაც ქართული ოცნება ავრცელებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათი განმარტებით, საია ასაჩივრებს გრანტის შესახებ კანონის 71 მუხლს, რომლის საფუძველზეც ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საიას წინააღმდეგ მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო მონიტორინგის პროცესი. მონიტორინგის პროცესი მასობრივად დაიწყო და დღეისათვის 60-ზე მეტი ორგანიზაციის მიმართ მიმდინარეობს. საია ამტკიცებს, რომ სადავო
სადაბო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას. ამასთან არაგონიურულად მცირე ვადის დაწესება არღოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას. საქმეზე ბოლო გადაწყვეტილების მიღებამდე საიამ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ასევე მოითხოვა მონიტორინგის მექანიზმების დამდგენელი სადაბო ნორმების შეჩერება. მშობლებისთვის პატიმრობის შეფარდება არის პატიმრობაში მყოფი ბაჩიაშვილის შანტაჟი და ზეწოლის განხორციელების მცდელობა. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის წევრმა ანა ბუჩუკურმა პალიტრანიუსის გადაცემაში პოლიტიკური სივრცე განაცხადა. ანა ბუჩუკურის თქმით, სახელმწიფო ემსახურება ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს და ბაჩიაშვილის кейსი ამის თვალნათელი მაგალითია. რაც შეეხება ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების კორუფციის ბრალდებით დაკავებას, ბუჩუკური აცხადებს, რომ ეს პატარა ლიფსიტების სადამსჯელო პროცესია და რეალურად კორუფციის სათავეში მყოფი ადამიანები უფრო ძლიერდებიან. ინფორმაციისთვის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-94 მუხლის მესამე ნაწილის გ-ქვე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. არანაირი ფაქტობრივი გარემოება იმისა, რომ ბაჩიაშვილის მამამ ან დედამ ჩაიდინა რაიმე დანაშაული მით უფრო დახმარება ფულის გათეთრებაში ნამდვილად არ არსებობს. ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, რითაც ბაჩიაშვილის მშობლებისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება. ადვოკატის განცხადებით, თეორიული დაშვებაც კი რომ გავაკეთოთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილს შეიძლება რაღაც დანაშაული ჩაედინა, ამის შესახებ ვერანაირად ეჭვიც ვერ გაუჩნდებოდა ვერც დედას და ვერც მამას. ბრალდების მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ხდებოდა თანხის გადმორიცხვა. საუბარია რამდენიმე წლის წინანდელ პერიოდზე, როდესაც გიორგი საკმაოდ მაღალი პოზიცია ეჭირა. იყო თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი. ჰქონდა საკმაოდ მაღალი შემოსავალი და იმავდროულად ჰქონდა საკუთარი ბიზნესი. შესაბამისად, თეორიული დაშვებაც კი რომ გავაკეთოთ, რომ გიორგი შეიძლება რაღაც დანაშაული ჩაედინა, ვერანაირად ეჭვიც ვერ გაუჩნდებოდა ვერც დედას და ვერც მამას, რომ საჩუქრად მიღებული ქონება შესაძლებელი ყოფილიყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზების შედეგი, განაცხადა ადვოკატმა. როგორც თბილისის მერს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს მიამაყება, რომ თანამონაწილე გავხდი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და დღეს მაქვს პატივი მივულოცო თბილისელებს პარაგრაფ თაბორის გახსნა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო კომპლექს პარაგრაფ თაბორის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კალაძის თქმით, პარაგრაფ თაბორი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური საინვესტიციო პროექტია. მანვე ახალი ტურისტული მნიშვნელობის ობიექტის შექმნისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს. ჩვენ მუნიციპალიტეტი რა თქმა უნდა მომავალში ხელს შევუწყობთ ქალაქში მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას. პროექტების, რომელთაც მოაქვთ პრესტიჟი დედაქალაქისთვის, ზრდიან ტურისტულ პოტენციალს. ხელს უწყობენ მოქალაქეების დასაქმებას და კიდევ უფრო ალამაზებენ თბილისს, განაცხადა კახა კალაძემ. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგის ხდომა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მის სასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა სათათბირო ორგანოს განახლებული შემადგენლობა წარუდგინა და საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მოწვეულ წევრთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საბჭოს ახალმა წევრებმა ხდომაზე სახალხო დამცველის აპარატთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს. საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრას ფასილიტაცია სახალხო დამცველის მოადგილე ირინა ჩიხლაძემ გაუწია. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. თეთრი სახლი მთავრობის მუშაობის შეჩერებაში ეგრეთ წოდებულ შატდაუნში დემოკრატებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამერიკელები არ ეთანხმებიან დემოკრატების ქმედებებს. დემოკრატებმა მთავრობა დახურეს, ამერიკელები არ ეთანხმებიან დემოკრატების ქმედებებს. აღნიშნულია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დაიხურა მას შემდეგ, რაც სენატორები ვერ შეთანხმდნენ მომავალი ფისკალური წლის დაფინანსების კანონპროექტზე. ეგრეთ წოდებული შატდაუნის გამო სავარაუდოდ 100,000 ფედერალური თანამშრომელი ანაზღაურების გარეშე დარჩება და ბევრი სამთავრობო პროგრამა და მომსახურება შეჩერდება. რუსეთის იაროსლავლის ოლქის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს. იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის მიხაილ ევრაევის განცხადებით, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენა დრონებით თავდასხმას არ უკავშირდება. დღეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივები შეშფოთებულები იყვნენ, რომ ეს შესაძლოა მტრის დრონის თავდასხმის შედეგად ყოფილიყო, თუმცა დღეს დრონებით თავდასხმა არ დაფიქსირებულა. ხანძარი ტექნოგენური ხასიათისაა, აღნიშნა გუბერნატორმა. მისი ცნობით ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით ადგილზე სახანძრო სამსახურები მუშაობენ.
ცენტრალურ ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრას შედეგად 60-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მიწისძვრა სებუს სანაპიროსთან მოხდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა და შენობების დაზიანება გამოიწვია. გამოცემის ცნობით სებუს ადგილობრივმა მთავრობამ პროვინციაში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა. პროვინციის მასშტაბით სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა ბოგოში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს. ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ცუნამის შესახებ გაფრთხილება გააუქმა და განაცხადა, რომ ზღვის დონის მცირე რყევებით გამოწვეული რაიმე ზემოქმედება ძირითადად ჩავლილია. პუტინი ხვდება, რომ ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ფიქრობ, პუტინი გულის სიღრმეში ხვდება, რომ ვერ გაიმარჯვებს. მას გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომში გამარჯვება არ შეუძლია, ეს არ მოხდება. განაცხადა კელოგმა. მისი თქმით, რუსეთს ფრონტის ხაზზე პრობლემები აქვს. თუ პუტინის სამხედრო ძალებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ დიდი ნაწილი განადგურებულია, ტანკები მუზეუმებიდან გამოჰყავს. პრობლემა მას აქვს და არა დასავლეთს, აღნიშნა კელოგმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.